გაცრი ჟანგბადს ის ანთია მუდამ და როდესაც ხდება გაიშვიათება ჟანგბადის გადადის არასრულ წვაში აღნიშნული ალი ანუ ცეცხლი და უკვე ემატება პროდუქტი წვის პროდუქტი CO ნახშირჟანგი რომელიც გამოიყოფა თქვენს სათავსში და მე მინდა რომელსაც სუნი არა არ სუნი არაფერი ვერც გძნობს და მე მინდა ვერც გძნობს ადამიანი და მე მინდა აგიხსნათ აი მარტივად გასარჩევი რო იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ რამდენად საფრთხის შემცველია 1% ეს ოფიციალური მეცნიერული დადასტურებული ინფორმაცია და არა ვიღაცის ასე ვთქვათ მოგონილი 1% როდესაც ერევა თქვენ სათავსოში CO და დანარჩენი 99% ისევ არის ჟანგბადი ნებისმიერი ასაკის ჯანმრთელობის ადამიანის გარდაცვალებას იწვევს 2-3 წუთში ეს არის ძლიერ მოქმედი როდესაც ადამიანი ვერც დაკვირებასაც ვერ ასწრებს ანუ იწვევს კუნთების ატროფიას შესაბამისად ენაც კუნთია და ვეღარ ანუ საშველად თვითონ ვეღარ იძახის ადამიანი და იწვევს ვერ მოდუნებას და გარდაცვალებას და ამიტომ მოუწოდებთ ჩვენ და არ გვეზარება ასე ვთქვათ დავდივართ ბინებში მუდმივ რეჟიმში ვამოწმებთ რომ მაქსიმალურად ნუ ბჭყალებში რა თქმა უნდა მოვსპოთ ჩვენი აბონენტების ბინებიდან ეს ღია წვის კამერები და კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ რადიკალურად არის შემცირებული რაოდენობა და ეს ძალიან სასიხარულოა